მოკლედ მუსიკალური ჯადოქრობით იყო გუშინ მონუსხული ყველა ის ადამიანი, ვინც დიდ საკონცერტო დარბაზს ეწვია და უსმენდა გია ყანჩელის მუსიკას. კარგად ნაცნობ მელოდიებს, თუმცა ახალი უკვე ჯაზური ინტერპრეტაციით და გადაჭედილი იყო, რა თქმა უნდა. დიდი საკონცერტო დარბაზი, სადაც სწორედ მისი მუსიკის მოსასმენად შეიკრიბა უამრავი მელომანი და ლატვიური ჯაზ ბენდი ეწვია საგანგებოდ ჩვენს დედაქალაქს, ასევე ამერიკელი სოლისტიც, სწორედ ამ საღამოსთვის და უფრო დაწვრილებით როგორ ჩაიარა თბილისურმა საღამომ 15 იანვარს შეგიძლიათ გვანცა ჯერკაძის და აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც ბუნებრივია რომ ბატონი გია ყანჩელი დიდად არ სწყალობს ჟურნალისტებს როგორც წესი, თუმცა გვანცასარპი აქვს ისეთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, იგი ყოველთვის თანხმდება ხოლმე გვარცას ინტერვიუზე, როცა ამის შესაძლებლობა. და ასევე გვანცა მიიღო პირობა იმის, რომ ბატონი გიას ახალ მუსიკას პირველი მოусმენს და ალბათ უნდა ველოდოთ, რომ მაყურებელსაც გაუზიარებს, რა თქმა უნდა, ამ შთაბეჭდილებებს. ბუნებრივია, დაველოდებით აუცილებლად ვნახოთ გვანცას სიუჟეტი. გია ყანჩელის დაუვიწყარი მუსიკა, ოღონდ სხვა, უფრო მეამბოხე და ჯაზური. ეს პროექტი სხვა ყანჩელია, რომელმაც ერთი დღით თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი დაიპყრო. შესრულდა, ესე იგი, ნაწარმოებები სხვადასხვა კინოფილმებიდან გია ყანჩელის კომპოზიციები, ოღონდ ესეთი, ნაცნობი თემები მაინც და მაინც არ ყოფილა გია ყანჩელის. უბრალოდ ბოლოს უკვე ეს მსმენელის მოთხოვნით უკვე ბისზე დაუკარით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თემა გია ყანჩელის ყვითელი ფოთლები. მსოფლიოს უდიდეს კინოკომპოზიტორთა სამეულის წევრი შთამბეჭდავმა მელოდიებმა ამჯერად ჯაზური იერი მოირგეს. უნიკალური პროექტის ფარგლებში კი საქართველოს ლატვიური ჯაზ ბენდი და ამერიკელი ვოკალისტი ეწვივნენ. ამ კონცერტზე სანდრო ყანჩელის მოწვევით მოხვდი, რომელიც წლების წინ ლატვიაში ერთ-ერთ ჯაზურ საღამოზე გავიცანი. ასეთ უნიკალურ პროექტში პირველად მონაწილეობ და ჩემთვის როგორც მუსიკოსისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორის ნაწარმოებების ინტერპრეტაცია. ორგანყოფილებიანი საღამო თავდაპირველად ლატვიური ტრიოს უჩვეულო გადაწყვეტილებებსა და საინტერესო პასაჟებს დაეთმო. მეორე ნახევარში კი გია ყანჩელის მუსიკა ინტერნაციონალურსა და ერთგვარ სენტიმენტალურ, ნოსტალგიურ მოტივებზე გადაერთო. დიდი ხანია ასეთ სიამოვნება არ მომიგია, ძალიან მაღალი დონა იყო შესრულების. ყველა თემაზე პირად ვიცით ხო გიასი, მაგრამ რამდენად საინტერესო იყო ეს გაკეთებული, ძალიან მომეწონა და ძალიან გახარებული ვარ რომ მოვედი. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ჯაზის ელფერში გადაწყვეტილი ყველასთვის ნაცნობი მელოდიები თავს მხოლოდ ერთი საღამოთი არ ამოწურავენ. დღევანდელი კონცერტის შემდეგ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს რომ გამოვცეთ DVD ვერსია ამ კონცერტის, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტ მაყურებელს და მეტ მსმენელს მიეცეს შესაძლებლობა ნახოს ასეთი ინტერპრეტაცია ბატონი გია ყანჩელის შემოქმედების, რაც საკმაოდ საინტერესო, უჩვეულო და ძალიან შთამბეჭდავი. ეკრანზე სცენასა თუ საკონცერტო დარბაზებში არაერთ ყანჩელს შევხვედრივართ. ამჯერად ლეგენდარული კომპოზიტორის შემოქმედებით ცხოვრებას კიდევ ერთი ჯაზივი თავისუფალი გამოწვევა სხვა ყანჩელი დაემატა.